ქართული ჩაის დარგის განვითარების ახალი სტრატეგია მზადა ის ქართული პროდუქტის ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლასა და პროცესის მარკეტინგულ მხარდაჭერას გულისხმობს. დოკუმენტი სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით არის მომზადებული და განხილვები სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დაწყებულია. ცვლილებების მიღმა ამ შემთხვევაშიც აქტუალურია ფასების კონტექსტი, რადგან ქართული ჩაი ხშირად ქართულ დახლებზე ნაკლებად გვხვდება. რა გამოწვევების წინაშეა სექტორი, რამდენად ადვილი ან რთულია ქართულ მარკეტებში მოხვედრა და რა გეგმებია დარგის განვითარების და პოპულარიზაციის კუთხით ჩვენი სტუმარია ნათია ნადირაშვილი, ჩაის ექსპერტი, საერთაშორისო ასოციაციის წევრი და მწვრთნელი. მოგესალმებით ნათია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში რა თქმა უნდა სექტორის დღევანდელობა მიმოვიხილოთ და შემდეგ უკვე ვისაუბროთ ახალ სტრატეგიაზე და ის მთავარი აქცენტები გამოვყოთ, რაც არის მნიშვნელოვანი სწორედ ამ დარგის განვითარებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ მუდმივი მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური საკითხები პრინციპში თქვენ უკვე მიმოიხილეთ, ეს არის ქართული ბაზრის სრულად დათვისება, რაც ყველაზე მეტად აქტუალურია, რადგან წარმოებლებს ამ ეტაპზე პრაქტიკულად არ აქვთ ექსპორტის პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ქართული ბაზარი, ქართველი მომხმარებლებისთვის ქართული ჩაის მიწოდება. სტრატეგიის ნაწილში მიზნებზეც გავამახვილოთ ყურადღება, გარდა ადგილობრივი ბაზრის ათვისებისა, საექსპორტო ბაზრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ხომასია, ასევე ხარისხის ნაწილიც. ამ მიმართულებით რა გეგმებია? ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქართული ჩაის და ქართული მეჩაიების დიდი ნაწილი გადადის ბიოწარმოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სექტორის განვითარებისთვის და რაც შესაბამისად ზრდის მოთხოვნას უცხოური ბაზრებიდან, რადგან მოგეხსენებათ, რომ ეხლა ზოგადად მსოფლიო ბაზარზე ეკოპროდუქტების მნიშვნელობა ძალიან არის გაზრდილი და მოთხოვნაც შესაბამისად, სწორედ ამიტომ მაღალი ხარისხის ჩაი, ის უნიკალობა, რაც არის ჩვენი გარემოსთვის ენდემური და დამახასიათებელი, სწორედ ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იყოს ძალიან პოპულარული, მზარდი და მოთხოვნადი. შესაძლებლობები არის ძალიან დიდი, პოტენციალი არის ძალიან დიდი და სწორი რეალიზების და კარგად ათვისების შემთხვევაში არის იმის შესაძლებლობა, რომ ქართული ჩაი იყოს უფრო მეტად ცნობილი, უფრო მასშტაბური, მეტად პოპულარული და უფრო ტანიანად დაიმკვიდროს თავი ბაზარზე. ამ დროისთვის როგორია ქართული ჩაის საექსპორტო მაჩვენებლები, რომ გითხრათ და სტრატეგიის შემდეგ ვთქვათ, რამდენად რეალისტურია, რომ მოკლევადებში ახალი ბაზრები იქნეს ათვისებული და ასევე საინტერესოა, რომელ ბაზრებზე ხდება სწორება. რეალისტური არის ნამდვილად, ამაზე ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ჩართული არიან როგორც ერთეული მეურნეები თვითონ, ასევე სახელმწიფოს მხრიდან არის ძალიან აქტიური მხარდაჭერა ამ თვალსაზრისით, უცხოური ბაზრების მოძიება მიმდინარეობს. თვითონ მეწარმეებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები პატარ-პატარა მცირე ბაზრების მოძიებაზე, რაც ამ ეტაპზე მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად და ხარისხიანად მუშაობს. უბრალოდ მასშტაბი რა თქმა უნდა გასაზრდელია და როგორც უკვე აღვნიშნე, რესურსი და პოტენციალი ამ ეტაპზე გაცილებით მეტია, ვიდრე დაფარვა. უკვე მიწოდებული მზა პროდუქციის დაფარვა. გასაგებია, სტრატეგიის ნაწილი რომ მოვწუროთ, რამდენად არის გათვალისწინებული მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესი, რა არის დღეს მათი მთავარი პრობლემა, ვახსენეთ უკვე არაერთხელ ადგილობრივი ბაზარი და რა უნდა გაკეთდეს სტრატეგიის შესაბამისად. ბუნებრივია, კერძო და საჯარო სექტორის კოორდინირებული მუშაობა ამ ნაწილში არის უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა და ასეთი ტიპის მუშაობა მიმდინარეობს, ძალიან მჭიდრო კავშირი არის ახლა ამ ეტაპზე, მიმოიხილავენ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რაც შეეხებათ, სწორედ მცირე და საშუალო მეწარმეები უკეთ ახერხებენ ამ ეტაპზე სრულად ბიოწარმოების პროდუქციის მომზადებას და სწორედ ეს მცირე და საშუალო მეწარმეები ახერხებენ ინდივიდუალური კონტაქტების დამყარებას, რაც შეეხებათ უფრო მსხვილ და დიდ მეწარმეებს, სწორედ მათ ჭირდებათ უფრო მეტად ჩართულობა, უფრო დიდი ბაზრები და დიდი მასშტაბები. შესაბამისად, მთავარი როგორც აღვნიშნეთ არის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქართული ჩაი ქართულ სექტორში, ქართულ მარკეტზე და ქართველი მომხმარებლებისთვის იყოს ბევრი და იყოს მარტივად ხელმისაწვდომი. და ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბარიერებზე, რაც მწარმოებლებს ხდებათ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ დახლებზე. სამწუხაროდ. ქართული წარმოების სამწუხაროდ არის ასეთი პრობლემა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პრობლემა არის დროებითი, ამის მოგარებაზე მიმდინარეობს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი ისე როგორც თავის დროზე ღვინომ და სხვა ქართულმა პროდუქტებმა მოახერხეს, რომ დახლის აბსოლუტური უმეტესობა უკავია ქართულ პროდუქციას, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ქართული ჩაიც მიაღწევს ამ კონდიციას. და რა არის ის კონკრეტული ბარიერი, რომ დავაიდენტიფიციროთ, რაც ხელს უშლით მას დახლებზე მოხვედრაში? ამაზე მეწარმეები ალბათ უკეთ გიპასუხებდნენ, მაგრამ ეს არის ფორმალური, ანუ ძალიან ტექნიკური საკითხები, რომლის გადალახვაც იგივე მცირე მეწარმეებს უჭირთ, უფრო შედარებით მსხვილ მეწარმეებთან ეს საკითხიც ასე თუ ისე მოგვარებულია, მაგრამ აი პატარა მეწარმეებისთვის ნამდვილად ძალიან გართულებულია ქართულ ბაზარზე შესვლა. ანუ ბიუროკრატიული პროცედურები არის პროცედურები სამწუხაროდ დიახ. რაც შეეხება
ფასის და ხარისხის თანაფარდობას რამდენად მოდის ქართული ჩაი კონკურენციაში, ვთქვათ, უცხოურ ანალოგებთან? რაც შეეხება ხარისხს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო როგორც ექსპერტმა, რომ არც ერთ ბაზარზე არსებულ ჩაიზე ნაკლები ხარისხის არ არის ქართული ჩაი, რომელიც ამ წუთში საქართველოში იწარმოება. პირიქით შემიძლია დაბეჯითებით გითხრას, რომ თუ რაიმე სიკეთე შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს თავს და თქვენი ოჯახის წევრებს, ეს არის ქართული ჩაი, რომელიც შეგიძლიათ რომელთაც ჩაანაცვლოთ უცხოური ჩაი, რომელიც ამ ეტაპზე ასე უხვად გვხვდება დახლებზე. რაც შეეხება მის საბაზრო ღირებულებას, რა თქმა უნდა, ხარისხიანი ზოგადად არ არის ხოლმე მარტივად ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს არ იძლევა, არ არის იმისი საფუძველი, რომ ქართული ჩაი არ იყოს ხელმისაწვდომი. როგორც კი ბაზრის ათვისებას დავიწყებთ, თავისთავად ფასიც რა თქმა უნდა დარეგულირდება მოთხოვნის შესაბამისად. ნათია, მომხმარებლის ცნობიერება და ნდობა ქართული ჩაის მიმართ რამდენად არის გამოწვევა? ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. მე პირადად ჩემი ამ სექტორში არსებობის მანძილზე მუდმივად მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წერილი არაქართულ ბრენდებს ვემსახურებოდი, მუდმივად ვცდილობ მომხმარებელი დავარწმუნო იმაში, რომ ქართული ნიშნავს ძალიან საიმედოს. ეს არის ფიზიოლოგიის და ანატომიის დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ორგანიზმმა ჩვენ მიწაზე მოწეული პროდუქტები მიიღოს. აი, აქედან უნდა დავიწყოთ ქართული ჩაის და ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია. ეს არ ნიშნავს, რომ უცხოური ჩაი შეიძლება აუცილებლად ცუდია ან არ ვარგა, თუმცა ის პროდუქტები უცხოური ჩაისაც, რომელიც ბაზარზე ხელმისაწვდომია, ნამდვილად ვერ შეედრება ქართულ ჩაის ხარისხით. ასე რომ უდიდესი სიკეთის მომტანი არის ამ ეტაპზე რა ქართული ჩაიც იწარმოება ბაზარზე, ადამიანის ორგანიზმისთვის ფიზიოლოგიურად არის სასარგებლო ჯანსაღი პროდუქტი, არის ბიოწარმოების და უკეთესი სასმელი პრაქტიკულად არ ვიცი ადამიანმა რა შეიძლება შესთავაზოს თავის თავს და ოჯახის წევრებს. კი ბატონო, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მწარმოებლებისთვის ექსპორტი, ხომ ასეა? რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ სტრატეგიაში ძალიან მკაფიოდ ნახსენები მარკეტინგული მხარდაჭერა რა ნაბიჯებს მოიაზრებს თქვენი მარკეტინგული მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც უკვე გითხარით, თითოეული მეწარმის დონეზე ამას ცდილობენ დამოუკიდებლად, თუმცა ამისი მასშტაბური გაერთიანება და ამის როგორ გითხრათ, ექსპორტის გაზრდის წახალისება იმის რომ ეს იყოს კომერციულადაც მომგებიანი, საინტერესოც ხარისხი, ფასი და შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხოვდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ძალიან ახლოს არის ის დრო, როცა ჩვენ აი ამის საუკეთესო შედეგებს ვნახავთ. და აუცილებლად მინდა გკითხოთ ქართული ჩაის და ტურიზმის ურთიერთკავშირის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ჩაის ტურიზმის განვითარება ჩვენს ქვეყანაში ორივე მიმართულებისთვის, როგორც ჩაის ცნობადობის გაზრდისთვის, ასევე ტურისტული ნაკადებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორც ღვინის და როგორც ყველის მაგალითად საქართველოს ასევე არის ჩაის ქვეყანაც და ამ სექტორის განვითარება, წინწასვლა და პოპულარიზება იქნება ტურიზმის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი. არის რამდენიმე ასეთი ცენტრი, უკვე ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ შექმნილი ასეთი ტურისტული ცენტრები, სადაც ჩამოსული ადამიანები ახერხებენ, რომ ავიდნენ, ადგილზე ნახონ, გაეცნო პლანტაციის მოვლის პირობებს, შეუძლიათ ადგილზე შეიძინონ აი სრულად ბიოწარმოების ჩაი, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა ამის უფრო ფართო ჭრილში და დიდ მასშტაბში დანახვა, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, და ვისაუბროთ ახლა ერთ ძალიან საინტერესო სივრცეზე, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ჩაის რესპუბლიკა. რა სივრცე იქნება, რა კონცეფცია იქნება და რითი განსხვავდებოდეს იქნება ის ერთი შეხედვით რიგითი ჩაის სახლისგან? ეს არის პირველი ქართული ჩაის რესპუბლიკა, რომელიც მართლა უნიკალური ადგილია. მსგავსი ტიპის სივრცე ქართული ჩაის ისტორიაში არ ყოფილა და ეს საკითხი რაღაცნაირად არის ძალიან საამაყო, რადგან პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ ეცოდინება კონკრეტული ადგილი, სადაც შეუძლია მივიდეს და იყოს ჩაის ისეთი არჩევანი, სადაც თავისი გემოვნების და ფინანსური შესაძლებლობის პროდუქტს აუცილებლად იპოვის. ყოველთვის არის ხოლმე კითხვა, მე როგორც მოქმედი ჩაის ოსტატი, რომელიც სესიებს ვატარებ, ყველაზე ხშირად მეკითხებიან, სად შეიძლება შევიძინო და სამწუხაროდ ამაზე პასუხი არ მოგვს ხოლმე, ცალკეული მწარმოებლების კონტაქტებს ვაძლევ. დღეიდან უკვე შემიძლია ეს უპასუხოთ ამამად, რომ შეგიძლიათ ქართული ჩაი შეიძინოთ ჩაის რესპუბლიკაში, რომელიც უნიკალური შესაძლებლობა არის როგორც მეჩაიეებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის და მათი კომუნიკაციის და დაკავშირებისთვის. ასევე ძალიან საინტერესო არის ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოდიან და როგორც სხვა ღირსშესანიშნაობებს და მნიშვნელოვან მოვლენებს ქვეყნისთვის ეცნობიან, სწორედ ასეთ ადგილას შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია ქართულ ჩაიზე, მის ისტორიაზე
სისტემაზე, წარმომავლობაზე, ხარისხზე დააგემოვნონ და როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათი წაიყოლონ თავის ქვეყანაში ქართული უნიკალური ჩაი. კი ბატონო, ფასი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ადგილობრივი მომხმარებლისთვის. 100 მეტი სახეობის ჩაი იქნება წარმოდგენილი, როგორც ვიცით, ადგილზე. ფასი რამდენად იქნება ხელმისაწვდომი სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მომხმარებლისთვის? მადლობა ამ კითხვისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საფასო სეგმენტს განვიხილავდით, ფასი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი. აი სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც აბსოლუტურად უნიკალური და ექსკლუზიური ჩაის კოლექციებიდან ჩაის ნიმუშები, რომლებიც რა თქმა უნდა ზოგადად ბაზარზეც კი მარტივად ხელმისაწვდომი არ იქნება, ასევე წარმოდგენილი იქნება სრულად საბაზრო პროდუქტები, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მობრძანდეს, შეიძინოს და ყოველ დილით საუზმეზე მოუმზადოს თავისი ოჯახის წევრებს. კი ბატონო და ბოლოს მინდა გკითხოთ იმისათვის, რომ ჩაი იქნეს ასოცირებული ჩვენს ქვეყანასთან ისევე, როგორც არის ღვინო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივად მე ჩაი ეახსენეთ თქვენ და ბევრი ადამიანი იყოს დაინტერესებული ამ მიმართულებით. როგორია უკავშირი მათი მხრიდან, რამდენად ხედავენ ისინი პოტენციალს საკუთარი ბიზნესის განვითარების, გარდა ემოციური ფაქტორებისა ამ ნაწილში? დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ხედავს ძალიან დიდ პოტენციალს. რა თქმა უნდა, რაღაც სირთულეები იქნება, რა თქმა უნდა, ბარიერები გადასალახია, რა თქმა უნდა, დასახვეწია, რაღაცები გასაუმჯობესებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გზა უკვე გავლილია და ახლა მხოლოდ წინ წასვლის და უკეთეს შედეგების დადების დრო არის და დარწმუნებული ვარ, ესეც მოხდება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებას თქვენ და თითოეულ ამ საქმეში ჩართულ ადამიანს დაგემშვიდობებით. ნათია ნადირაშვილი, ჩაის ექსპერტი, საერთაშორისო ასოციაციის წევრი და მწვრთნელი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ჩაის მომავალზე საქართველოში.